სწორედ აქ სამებაში იქნება გაფართოებული კრება, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატთან დაკავშირებით ექნება სხვადასხვა ეპარქიიდან და მონასტრიდან წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და როგორც ჩანს, უკვე ეპარქიებში დაწყებულია მზადება გაფართოებული კრებისთვის. ერთ-ერთი პირველი, ვინც საეპარქიო კრება ჩაატარა და დელეგატები აირჩია, სწორედ არის მესტიის და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი. ილარიონი 2 დღის წინ გამოეხმაურა მეუფე საბა გიგიბერიას განცხადებას და დაადანაშაულა მეუფე იობის სიტყვების არასწორად ინტერპრეტაციაში და ახლა უკვე ვიგებთ, რომ სწორედ მის ეპარქიაში ჩატარდა პირველი საეპარქიო კრება, გამოარჩიეს დელეგატები. დელეგატები გაფართოებულ კრებაზე ყველა ეპარქიიდან უნდა იყვნენ, ასევე ყველა მონასტრიდან და როგორც მეუფე ილარიონის ეპარქიიდან ვიგებთ, ხმის მიცემის ფორმით შეირჩა სასულიერო პირების ის შემადგენლობა, ვინც სამებაში იქნება გაფართოებულ კრებაზე. თუმცა უცნობია, ვინ იქნებიან საერო პირებიდან, რადგან გაფართოებულ კრებაზე არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ საერო პირები ეპარქიიდან თითო საერო პირი უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა ჯერჯერობით კრიტერიუმი, რა ფორმით შეირჩევიან საერო პირები, ეს უცნობია, ჯერჯერობით ამაზე არავის არ უსაუბრია და მათ შორის არ გაგვიგია წმინდა სინოდის იმ სხდომის შემდეგ, როგორ მოხდება საერო პირების შერჩევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს შენობაში გაიმართა. ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ეპარქია არის მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია, სადაც დელეგატთა შერჩევაზე ისაუბრეს. სხვა ეპარქიებს მსგავს საკითხთან დაკავშირებით განცხადება საჯარო სახით არ გავრცელებიათ, თუმცა დიდ ხუთშაბათს გუშინ სხვადასხვა ეპარქიამ გაავრცელა მღვდელმთავრების ქადაგებები. ერთ-ერთი იყო ბოდბის ეპარქია, მღვდელმთავარმა მეუფე იაკობმა იქადაგა და მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთმანეთს გაუხსნით, ქართველები გაუხსნით ერთმანეთს. ურავინ ვიფიქრებს, რომ ვინმეზე მეტია. რომ არა ღმერთი, ეს საქართველოში ეს შვიდობა ერთმანეთში რო ცუდად ვიქცევით, ეს შვიდობა არ არის. აი ომში და იმაში რომ არა ვქ, ხო? ალბათ ღმერთის საჩუქარია და მივხვდეთ მაგას. რაღა დარჩა რა. ღალატამდე და ღალატის სასრულებამდე და შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არა. შევეცადოთ. გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას. დიდ ხუთშაბათს ასევე მეუფე იობის ქადაგება გავრცელდა, მისმა ეპარქიამ გავრცელა ქადაგების დაწირვაზე მასთან ესწრებოდა დავით ბაგრატიონის შვილთან ერთად და ამის შემდეგ ქადაგების დროს მონარქიასთან დაკავშირებით ისაუბრა მეუფე იობმა. ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც სული წმინდით განიბრძნობა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ აი ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია ბაგრატიონთა. ჩვენ ყოველთვის ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო და არის და იქნება. იმიტომ რომ მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი, იქნება ერთიანობის სიმბოლო და მაშინ როცა ჩვენ გვეყოლება ეს და მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს. ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის, ეს ლოცვა ვალდებული ხარ თითოეულმა თქვენგანმა ილოცოს და როგორც იქნება ღვთისნება, როგორც ღვთისათვის სასურველი და საზიკეთო იქნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ჩვენ ვიღაცისთვის არ უნდა ვილოცოთ ზოგადად. რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ვინც საქართველოს სულიერად გააბწინებს. როდის ჩატარდება და გაიმართება გაფართოებული კრება, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არავინ არ იცით, მანამდე უნდა იყოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა, სავარაუდოდ აპრილის ბოლოს, სადაც უნდა გამოიკვეთოს 3 კანდიდატი, ვისაც შემდეგ უკვე ისევ გაფართოებულ კრებაზე სხვადასხვა ეპარქიების წარმომადგენლები მათ შესახებ ისაუბრებენ და ამის შემდეგ ისევ წმინდა სინოდს უწევს გადაწყვეტილების მიღება ამ 3 კანდიდატის
ავტორიტეტიდან ხმათა უმრავლესობას ვინც მიიღებს ის გახდება პატრიარქი. როგორც დადგენილებაშია საეკლესიო დადგენილებაში გაწერილი გაფართოებული კრება და ახალი პატრიარქის არჩევა არა უგვიანეს 2 თვისა უნდა მოხდეს პატრიარქის გარდაცვალებიდან.